მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ისევ სამ პოდკასტით. არა, თავიდან. ეს როგორ დავიწყოთ. მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ისევ და ისევ პოდკასტით და დაგიბრუნდით ან დაგიბრუნდით 500 დაგიბრუნდით. მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ისევ და ისევ პოდკასტით, რომელსაც ქვია სამ პოდკასტი, ანუ რაღაც პოდკასტი. დღეს ისევ და ისევ განვიხილავთ ამ კვირის ფეხბურთს, რა მოხდა ამ კვირას. მართალია არ ვადევნებდით თვალყურს, იმიტომ რომ ახალი წლები იყო და გილოცავთ, თუ არ მომილოცავს ჯერ კიდე ერთხელ გილოცავს თუ მომილოცავს. ხო და მოგალედ არ ვიცი რა ხდებოდა ახლა ფეხბურთში დიდად მე ვერ ვერკევი ბატონი გიორგი დუმბაძე ერკვა 6-4-5-1. ვიცი ხო? გამარჯობა როგორ? გილოცა 2026 წელს. მადლობა და ჩვენს მეორე პოდკასტს, რომელსაც ქვია სამ პოდკასტი. გაიხარ. მრავალ ახალწელს მეგობრებო. გაიხარ. აი მოდი დავაანონსოთ რომ პოდკასტის ბოლოს, ეს მარტო პოდკასტი არ იქნება კიდევ ერთი პატარა რუბრიკა დაემატება დღევანდელ. პატარა რუბრიკა დაემატება დღევანდელ ვიდეოს მოგეთ. კი ბატონო, ამ პოდკასტს დაემატება კიდევ ერთი რუბრიკა, რომელსაც ცოტა ხანში გაგაცნობს და ეს ოქროს ბურთი ტყუილა არ გვიდევს წინ. ეს უკვე იცით რომ გვედობდა მესიმ გამოგვიგზავნა, ესეც მესიმ გამოგვიგზავნა. უბრალოდ ამას ხრელი არ აქვს, იმიტომ რომ მასთან ერთად არ საგან მესის ყავს ცოლი და ამიტომაც არ ვსაუბრობ. ხო. დავიწყოთ მიმოხილვა ამ ბურთისა. ხო, დიდად არა ამ კვირას მე მივადევნი თვალი. ხო, მე არ ვიცი რა ხდებოდა, ამიტომ ისევ და ისევ წინა პოდკასტი ძალიან გაგვეწელა ასე თუ ისე ჩემი აზრით და ამიტომ ცოტა სწრაფად მიმოვიხილავთ. ვახ, ბიჭო, დუალინგოსის მიმთავრდება. ვაუ, სტრიქი? ვაიმე, ახლა ეს თუ არ ვითამაშე, შენ მანამდე ილაპარაკე და მე აქ გარგია მეგობრებო, სოლო პოდკასტი ასწორებს. ხო და წინა პოდკასტი ძალიან გაგვეწელა ჩემი აზრით. ნახვებიც დიდად ვერ დავდით, მაგრამ გამოვასწორებთ და კი, ნამდვილად უნდა გამოვასწოროთ რა. ამ კვირას სწრაფად მიმოვიხილავთ, თან ძალიან საინტერესო კვირაც არ ყოფილა ჩემი აზრით. ხო, ალბათ ამ კვირას ყველაზე საინტერესო თამაში, ხო, ეხა რამდენიმე წუთის წინ მორჩა მანჩესტერი ლივერპული, სხვათა შორის. მორჩა 2-2, მოდი ცხელ თემაზე ვისაუბროთ. ხო, მე ძალიან უკმაყოფილო ვარ ამ თამაშით. რადგან Ich komme aus Hamburg. Aus მადლობა. Sorry. ხო, მე ძალიან უკმაყოფილო ვარ ამ თამაშით, რადგან მანჩესტერს არ ქონდა 7 წელი, ეგ კი ვიცოდი დიდხანს რო არ ქონდა გატანილი ენფილდზე, მაგრამ 7 წელი არ ქონდა მანჩესტერს ენფილდზე გატანილი, წარმოიდგინე და დღეს გაიტანეს სამწუხაროდ, თან 2. ხო, მოსაგები თამაში არ ქონდა ლივერპულს რო არ დავიწყო წელვა ერთი ადგილის. ხო. ამ დუალინგოს მეზარება ახლა დუალინგოს სტრიქი. ხო, რაც შეეხება ლივერპული თოკობი მოუყურა. მე არ მიყურებია და არც ვიცი რა ხდებოდა ვინ როგორ ითამაშა. ხო, მე ცოტა ისე უყურე რა. მაგრამ ეს არა ქვია, ვიტყვი რომ ეს ლივერპულს არ უნდა გაემაზა ეს შანსი და ფრეარ მომთავრებენ იუნაიტედთან. ხო, მაგრამ არსენალს როცა მე-14 ადგილზე არიან, მადლობა. კარგი გასწრაფა. არსენალმაც ვერ მოიგო გუშინ და მაგის გამო დიდად გული არ დაწყდა, რადგან ისე ვერ მოგვიახლოვდნენ, მაგრამ უნდა გაგვესწროდო, ვერ გავასწრებთ, მაგრამ რასთავარი სალახმა გაიტანა და კიდევ გაუსწარით ჰალანდს 2 გოლით. სალახი კიდევ ბომბარდირია? 18 გოლით 13 ასისტია, ჩემო მეგობარო. ხო. ლივერპული ძალიან კარგი ფორმაშია როგორც თქვი, მაგრამ იუნაიტედთან არ ვიცი. ხო, ნუ სასისხუნტერი, სასისხლო არა, sorry, მაგრამ როგორ? ახალი სპონსორი ყავს გაიხარეთ? ხო, ესე იგი. მაგრამ რასვამ ჯერობით არ ვიცახეთ ამას. ხო, იმიტომ რომ ჩვენ ველოდებით სპონსორებს და ერთი სპონსორი ყავს, რომელიც უკვე კადრში ჩანს და ეს არის დორიტოსი. გაიხარე. მადლობა, უდიდესი მადლობა დორიტოს. პირველი სახელი აღარ მახსოვს. ხვიჩია თავარქილად. ხო, დაახლოებით ეგეთი რაღაც და სანდრო მენტიშაშვილი თუ რა. არის მენეჯერი რა. კი ბატონო, დაგვიკავშირდა დორიტოსი და როგორც საუკეთესო პოდკასტის მქონე არხს განმოგცა ეს პრიზი. კი, ნამდვილად. ერთი სალ დორიტოს. ყველა საუკეთესო არხი, რომელსაც ერთი წელია უკვე ერთი წელი დამჭირდა რომ 100 საბი ამეგროვებინა. მაგრამ არა უშოს ახლა ვართ 801 და ძალიან დიდი მადლობა და რაც შეიძლება მალე უნდა ავიდეთ 1000-ზე. ახლა ვარ ძალიან ხოჩი რა, ძალიან ხოჩი ვარ და ვაიმე 6 დღეში მივფრინავ. სამწუხაროა. 6 დღეში მივფრინავ და პოდკასტები აბა გადაიდება 3 თვით.
ხო, 3 თვით გადაიდება, მაგრამ სხვა მე 3 თვით გავხრები, ამიტომ ამარხიდან. სამწუხაროდ მეგობრებო. დანიელმო კიდევ ვერ დაარეგისტრირეს. აი გარს. ახლა რა მოხდება არ ვიცი, ან რა უნდა ქნან ეგეც არ ვიცი, ფული უნდა გადაიხადო, არ ვიცი, უნდა გადავიდეს, არ ვიცი, უნდა დარჩეს, არ ვიცი. ხო, ალბათ დარჩება მაინც რა, მაგრამ ამდენი ხანი რა ვიცი. ნეტა ანუ სატრანსფერო ფანჯარამდე თუ ვერ დაარეგისტრირეს, რა ხდება? მაგრამ ალბათ ისე მაინტერესებს რა. მაშინ რატო არ და ანუ ბიჭო, არ მისმის. ანუ პრობლემა რა, ფულია პრობლემა. ანუ ფულია, მართლა ფული მე მოგწო. Spotify-ს გამოვიწერდა, ჩემ წულს შევიტან ბარსელონას კოლონიაში. ჯერ ვაფშე იმდენმა ადამიანმა ჩარიცხა იმაზე TikTok-იდან. მაშინ ისინი რა ქვია, კომენტარებში რო იყო ხოლმე, ხო იცი რო უგზავნა ნიკო უილიამსის გამო. იმათანო ხო. მარტო მაგით ვიყიდი ძმაო ბარსელონასთან. ხო, როგორც ხედავთ, ახალი ის გვაქვს რა ქვია, ბექგრაუნდი და ეს green screen. აქ კი ბატონო, გაიხარეთო გიო. აქ წერია ისა რა ქვია, Doritos. ვასტაუერხებთ. აი ეს არის რა, ეს არის სამკუთხედი. Doritos-ის ფერებში მაგიტო. ხო, ნამდვილად და ხო და სასმელი გვაკლია რა, გრამი. სასმელი გვაკლია და ფულიც გვაკლია სხვათა შორის და ისი ცოტა დაგვეხმარესავით, ჩავაგდებ რა თქმა უნდა, აღწერაში იქნება ჩემი პირადი ნომერი და ასევე იქნება მარტო პირადი ნომერი. ჩემი ანგარიშის ნომერი და თუ შეიძლება რომ ბიჭო, მართლა რომ უნდა ისა დასპონსორება ხალხს. რით როგორ უნდა დაგიკავშირნო? რა გაქვს მითითებული? არაფერი. ხო და იქნებ უნდა მართლა ხალხს დასპონსორება. ევროპოპი ცდილობს რომ დაგიკავშირდეს. უნდა შევქნა ბიზნეს Gmail-ი. ხო. და მაინც ბიზნესი უნდა იყოს? არა, რა ვიცი რა, უბრალოდ. თუ უნდა ჩემი Gmail. ჩემი Gmail-ი ჩავაგდეთ. კა Instagram-ები ვთქვათ და ხო, Instagram-ები რა თქმა უნდა გამოვიწეროთ. თუმბაძე გიო მე და ასევე გიორგის Instagram. გიორგი, ვინ არის გიორგი? თუმბაძე გიოს Instagram-ის გამოვიწერეთ და თუ რამე დამიკავშირდით სპონსორება. დიახ და სპონსორება. ძალიან იცელება ხო? ფეგმურში ანუ ამ კვირა. აი ისეთი მართლა არაფერი არ მოხდა ხო რომ? ანუ ხო, ესე იგი მოვიხილოთ და ისე. აი მოდი გავიხსენოთ ერთი. აი მოდი აი ყველა თამაში ვაუ. ხო, აი მოდი ყველა კაი თამაში იყო ვალენსია რეალ მადრიდი. ხო, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ძალიან კაი თამაში იყო. მოხდა ყველაფერი რისი რაც შეიძლება მომხდარიყო. და ძალიან დაძაბული. ვინისიუსმა კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა, რატომ ვერ მოიგო ოქროს ბურთი კონკრეტულად ეს. რადგან ისეთი რაღაც გააკეთა ნახე შენ. ნახე კი ბატონო. აი ეს არის რა. ბიჭო, მაგრამ ყურე მეკარემ პროსტა რაღაცა მიარტყა, მაგრამ არ უნდა ავარდე ეგეთ რაღაცაზე რა. აუსტრიიდან მითავრდა ჩემ მონაზრობთან. სამწუხაროა. მაგრამ არის თორია, მე ყველაზე მეტად უსტანის მინდოდა სტრიქი მაგან დამითავრა. და ანუ ყველაზე საინტერესო რაც არის, როგორ? ისეთი რაღაცა გამოჩნდება პოდკასტში. და ანუ ისეთი რაღაცა მოხდა, რასაც ძალიან დიდი ხანი ველოდით. რა მოხდა? City მოიგო და ულოცა. აი აქედან ულოცა და გაუგზავნით აი ამ ოქროსბურთს რომელსაც მესინ გაუგზავნა და აი ამ სამხრეთ აფრიკის თასს რომელსაც გაუგზავნით სამხრეთ აფრიკაში. მადლობა. ხო, კაი, უცბად ვალენსიას მოვიხილოთ. კი ბატონო. ხო, ნუ რა მოხდა? გაით პირველ ტაიმს წავგო რეალმა 55 წუთზე ბელინგემმა გააფუჭა პენალტი, რაც ეგრევე 5 წუთში მბაპემ გაიტანა ძალიან კაი გოლი და ეგეც გაუქმეს. მეთქი ცოტა ფსიქოლოგიურად გატყდებია თქო. მე 79 წუთზე გააგდეს ვაფშე ვინისიუსი და მეთქი ცოტა დამთავრდა თქო. შემოდის მოხუცი ლუკა მოდრიჩი, ათანაბრებს 95 წუთზე და მოხუცი მარა მაგიური. გაიხარე. და ჯუდ ბელინგემი ისე გამოდის როგორც შარშან და 95 წუთზე გამარჯვების გოლი. და საინტერესო სტატისტიკა შემოგთავაზებთ. ჯუდ ბელინგემს აქვს უკვე 6 გეიმ ვინერი 90 წუთ პლუს მერე და მგონი მესის და რონალდოს აქვს 7 თავის კარიერაში და ბელინგემი ალბათ დაეწევა და გადაასწრებს კიდევაც და ამიტომ არის მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი. ვა. ჩემი აზრით. ხო, ვა.
ხო, რა შეეხება ვახს და იმას თუ შეიძლება დაგვატიჟეთ სადმე მე სად მახსენეს მე ხო, რა თქმა უნდა გიორგი ახსენეს სხვათა შორის პოდკასტში კარლატოზმა წაიკითხა დაჟე გეტყვით იმას რა ქვია წუთს და წამს 29 33-დან 30-დან უყურეთ და ნახავთ რომ გიორგი დუმბაძის მახსენო ეხლა აი ეს გიორგი დუმბაძე რო მახარ დაპირდა რომ წაგიყვანო გორში ხო მახარ გორში მე ვიცი ვაშლი ერთ ადგილას და შეგვეხმიანე და მე წაგიყვანა მეც გორში ახლა დარგული მაქვს ხე მახარ იმის რა ქვია ტყემლის გორის ვაშლი მაგ გასინჯული და შენს გაჭმო და წავიდეთ შევხმიანდეთ და წავიდეთ და ერთი გაიმლოგიც მოცხთ შენ არხზე თუ გინდა ხო შენ არხზე იმიტომ რომ ჩვენ არ ყავს იმდენი მაყურებელი რომ ჯერ შენს არხზე და მე ჩვენს არხზე რა მოგიპატიჟებთ რა პრობლემა ბატონო არ არის არა და აი დაგპატიჟებთ რაღაცა ერთი ჯუჯხელა გოზინა რაც გინდა მახა ბევრი რაღაცა არის ვაშლი თუ გინდა ხო და პირველად ახსენის ჩემი სახელმწიფო გვარი ესეთ გიგანტურ არხს მე ამით ყვაყოფილი ვარ მაგრამ მინდა რომ ფიზიკურად ვიყო იქ ხო ნუ ამიტომ გელით რა ვიცი გელით ხო და ეს მე მგონი საფეხბურთო პოდკასტი დიდად არა და მართლა პოდკასტებს გასცემთ ხო აი მართლა ხო და იმიტომ რომ არაფერი არ მოხდარა რა ისეთ ხო ანუ რავი რა როდესაც ბოლოს ის ვიდეო დავდეთ ხო და იქ ყველაფერი მიმოვიხილეთ იქ რა ვთქვით ტოპ 5 ლიგა და ჩემპიონთა ლიგა ძალიან ბევრი რაღაც ვილაპარაკეთ მან და ხო ახლა არაფერი ამ კვირაში ხა ისეთი არაფერი არ მოხდა რა წინა კვირას რა შეიძლება კიდე ითქვას ჩელსის კრიზისი აქვს ჩემს აზრით რადგან უკვე ვერ მოიგეს და მე შევცვლი ჩემ predictions რადგან დარწმუნებული ვარ ამაში ჩელსიმ ვერ მოიგო უკვე მეოთხე თამაში ზედიზედ ორი წააგეს თან ძალიან მარტივი კალენდარი ევერტონი ფულემი იფსვიჩი კრისტალ პალასი და ვერცერთი ვერ მოიგეს და ჩელსი ვერ შევა 4-ში კი ბატონო ჯერჯერობით კი აქვს 36 ქულა სიტი გადაასწრებს სიტი შევა 4-ში აუცილებლად მაგრამ აი ვინ გაკაჩავს ნოტინგემი ფორესტი ვერ გაკაჩავს ნუ ფორესტი ვერ გაკაჩავს მაგრამ ნიუკასლი და სიტი შევა ჩემი აზრით და ესეთ hot take ჩამოდივარ რომ ჩელსი ისევ ვერ გავა 4-ში მართალია ლივერპული კი დაამთავრეს ლივერპული პოტენციურად 9 ქულით ისევ პირველზეა რა ხო რა კი დაამთავრეს ეს რა ქვია ფრე მაგრამ მაინც პირველზე არიან და იმედია ბოლომდე გავკაჩავთ რა მაგრამ ვინ დაგვეწევა ვერავინ არ დაგვეწევა ჯერჯერობით კიდე რა შეიძლება პრემიერ ლიგაში ესეთი არაფერი არ მოხდა რა სენსაციასავით არც ლა ლიგაში არც ლიგა 1-ში რა რაღაც მკვდარი კვირა იყო რა ის პახმელიაზე არიან მე მგონი მართლა აუ მე ძალიან მეძინება ცოტა გათიშული ვარ ამიტომ თოკო აი ხა თხილამურებიდან ჩამოვიდა აუ ხო თხილამურა წუთი წუძებ სხვადასხვა ძალიან არ ვიცი ახლა ეს ალბათ ის ლოგი უკვე დაიდება სანამ ეს დაიდება მაგრამ გადაღებული მაქვს და უნდა დავაედითო და ძალიან მაგარი იყო მაგრამ ძალიან მეძინება ახლა მაგრამ დღეს გვაქვს ახალი რუბრიკა. აი გადავიდეთ ახალ რუბრიკაზე, თავს აღარ მოგაცხადეთ რა. ნამდვილად. გვაქვს ახალი რუბრი. გაიღარეთო კი? გვაქვს ახალი რუბრიკა, რომელზეც ახლა გადავალთ და მოვიწვევთ ჩვენს მოწვეულ სტუმარს. რა ვთქვა, ვინ იქნება და ნაღდის სტუმარია რა. კი, ნაღდი. გიორგი და დაგიბრუნდით ახლა როგორც ხედავთ უკვე მოწვეული სტუმარი ყავს და ბატონი ნიკანონ მენთეშაშვილი გაიხარ როგორ ახარ ნიკა გაიხარ მოგაიხარ ხანი არ ნახე ერთი წელი ვინც არის ნიკა მუშაობს ოფისში და ზეჩი კი ოფისში მუშაობს მენეჯერია თავის საყვარელ ადამიანებთან ერთად და როცა სჭირდება ადამიანს დახმარება ის სულ გვერდით არის და ამიტომ მოვუჭათ იგი და დღეს მოგვიყვება აი ადამიანურ იმაზე ცხოვრებაზე და როგორ ვიყოთ ადამიანები და როგორ ვიცი ფსიქოლოგი ნიკო ფიროკლიკა ნიკას გაშავება მიდის ნიკას მოკითხვა აქედან კი არა ნიკას არეულობა პატარა მეგობრებო ჩვენ ნიკა იწნე ხემა მეგობრებო მიესალმე ცოტა ნილაპარაკა შეიძლება არნერუ პოდკასტი არის უნდა ილაპარაკო კი გაიხარ მოკლედ ესეთი რუბრიკა არის რაც ჩემი აზრით ან მსგავსი არსებობს ქართული YouTube-ში მაგრამ ესეთი არა მოკლედ რაღაც კითხვები გვაქვს სპორტთან დაკავშირებით რა თქმა უნდა და ისეთი კითხვებია რა ლოგიკასთან მიახლოვებული ასე თუ ისე და არა ფაქტობრივ ცოდნაზე
და ანუ ეს ჩვენი კითხვა მოგონილი კითხვები არა, არ გეგონოთ, ეს არის სოფლის ყველაზე ცნობილი წიგნიდან აღებული კითხვები, შექმნა კრისტიანო რონალდუმ და ლიონელ მესიმ. 1000 კითხვა 1000 პასუხი. 1000 კითხვა 1000 პასუხი კი ბატონო და გადმოგცეს თარგმნის. ხო, თარგმნის მოკლედ. და ეს მოკლედ ჯერმე დავსვა კითხვას და ესენ შეესწემიან გამოიჩნონ. მოიცა რა დრო კონდეს კითხვაზე პასუხის გასაცემა. რა თქმა უნდა 30 წამი. აი, ცოტა ხო არა. არა 30 წამი იყოს მოკლედ. ხო და 30 წამი იქნება პასუხის გასაცემად, მოსაფიქრებლად უფრო სწორად და მე ფიროკლიტე დასვამს კითხვას და მე თორნიკე კარტხია დასვამს კითხვას. კი, ასე შევენაცვლოთ. ნუ მოკლედ მიხვდებით რა ესე ეხა დასვამ კითხვას და თქვენთვისაც საინტერესოა. მოდი რა ვქნათ, ქულები იყოს? იყოს. ანუ ყველა რაუნდში ანუ მაქსიმალური ქულა არის ერთი ქულა. ხო, ხო. ყველა რაუნდში. ხო. ანუ ჯამურ ქულას არ ვითვლით. თუ ვითვლით ჯამურს. არ ვითვლით. კი ბატონო. ხო და თქვენც მოგეწონებათ რა თქვენც თუ მიხვდებით საინტერესოა. მაგრამ ჯამური მოგვიწევს. ხო მოგვიწევს. იმიტომ რომ ოქროს ბურთი უნდა გავუსვეთ ადამიანს რომელსაც ექნება ეს შვენიალური ოქროს ბურთი აი მეთეშასთან იქნება ახლოს, მაგრამ ვერ მოიგებს დიდი ალბათობით. ხო. ვახშე ვინ მოიგებს წარმოადგენა არ მაქვს, იმიტომ რომ არ ვიცი რა ვქნა. კაი, ეს ჩემაზე ცოტა შედარებით მარტივი კითხვა, რადგან მე ამის პასუხი ვიცოდი. მაგრამ ბიჭებს დავინდობ. კაი, მოკლედ. კითხვას რო დავამთავრებ, მე იწყება ისა ათვლა დროის. კაი, 1, 2, 3. დაასახელეთ სპორტის სახეობა, რომელშიც მხოლოდ მეკარებს აქვთ უფლება ორივე ხელით დაიჭირონ ბურთი. დრო ჩაირთო. ანუ იფიქრე და მე მომეცით ბოლო პასუხი. კითხვა გამიმეორთო. კაი, ეს ცოტა არეულობა თავიდან. დრო. მეკარებს აქვს ორივე ხელით და მეკარებ ფეხბურთში, ორივე ხელში. ბიჭო, ერთად მეგობრებო თავიდან იწყება ეს ყველაფერი. დაასახელეთ სპორტის სახეობა, რომელშიც მხოლოდ მეკარებს აქვთ უფლება ორივე ხელით დაიჭირონ ბურთი. არ თქვათ პასუხი. მხოლოდ მეკარებს აქვს უფლება რომ ორივე ხელით დაიჭირონ ბურთი. დიახ. ფეხბურთი. არ თქვა პასუხია. 10 წამი გავიდა. ბიჭო, ესეთი მარტივი კითხვა იქნება? აი, მაგრამ მიეჩნევასაც მოგცემ. არ შეიძლება გაბრე. ვიცით გასა. კაი დრო გავიდა. მხოლოდ მეკარე? ო, დრო გავიდა. 3 წამზე თქვით. ფეხბურთს არ შეიძლება და ან სპორტია, ხო? დიახ. გარეკვის სამუშაო და შიბიც კაცი. მხოლოდ მეკარეს. აბა ეხა ფეხბურთში გარეკვის არის იმასაც უნდა აი, დააფიქსირეთ პასუხი თუ შეიძლება. ფეხბურთს ამბობ მე და აუ სხვა ხარ. ფეხბურთი, თორნიკე. ჩოგბურთი. ჩოგბურთი მეკარე არის ჩოგბურთი. ისო ალბურთი იყო რა. მანდ გარეკვის ამ მაგანაც ორი. აი, კაი. ფეხბურთს ამითი. დაასახელეთ თქვენ ის. აი, 2 წამი აი. აი, 2 წამი არ გვაქვს აქ. ხი. კულებ დავიწერე. არ იქნება ფეხბურთი. აი, ფეხბურთი. აბა სხვა რა. ბიჭო არ ვიცი ხო. აი, ფეხბურთი, ორივე ფეხბურთი. ორივე ფეხბურთი? ხო. და თქვენ შეცდით თქვენ მეგობრებო, ეს არის წყალბურთი. რანაირად ბიჭო, წყალბურთი რო არ ორივე უჭერი, უჭირო. გარეთ ამაშეს მარტო ერთ ხელით. ერთი თამაშია? მე მგონი. რა? მეც ის ვერ მეგობრებო. აა, ბიჭო ხო. ორივე ხელთ ეს როგორ იჭერენ და როგორ წურავენ. სურა? ამო. და ესე იჭერენ. და ეს რა? დაი. არა. ხელი თამაში. წიგნი არის მართალი მხოლოდ და მხოლოდ. ეს ვინ დაწერა რონალდო? კრისტიანო რონალდუს კითხვა არის და პასუხია ლიონელ მესის. კაი, გადა, ანუ 0-0 ქულა გვაქვს ჯერ. ბიჭო, ძალიან დამაბნეველია. მე წყალბურთს ვიფიქრებდი ალბათ. ფეხბურთი არ იქნება. ფიქრობდი მე წყალბურთს. ბიჭო, მაგრამ ფეხბურთი ორივე ხელი. ბიჭო, მაგრამ ის ხო არაა რომ იქ ხო ალბათ შენიანი ვერ გიგორებს, მაგრამ წყალბურთი არის, არ ვიცი რა. რა შენიანი ვერ გიგორებს, ორი თამაში შეუძლია რა. შეუძლია, მაგრამ ეხა. მაგრამ დამკიდია ვინ დამიტა. გავასაჩივროთ ეს. შენიანი ვასაჩივროთ FIFA-ს. ო, არა, ერთი გუნ. ეხა შენს მოგითხავს მოიფიქრე. ეს რა არის? რამდენი რაუნდი გქონდეს ე? 3. საიდან იწყება კითხვა? ო, გადაყევი. პასუხები. კიდე გადაას. არა. საიდან? ბიჭო, მანამდე რა ქნა იცი? თავით ჩავარ და უცნობ ბიჭო, რა ვიცი? თავით ვისმინე. თების ფოტოები. ვიცინოდი რა და თავი ესე დავწე. ვიცინოდი და ესე თავი დავწე და თავი ჩავარდი რა მაშინ და გადავისხი. უცნობ სასმელში. ბიჭო, ანუ ასეულს ესეთი რაღაცა ესეთი. ყველა კითხავზე
პასუხი ისიგრე ფეხბურთი. დავაი. სხვა სპორტი არ ვიცი. დააზარილე სპორტი. ნოიძე, პასუხი იცი? კიზრის მიხედვით ეხლა დავაი. იცი გვეწოდინება? დაი. რაღაცა ის არ მიმისწნი. მოიცა? დავა. დაიწყე. გისმენთ, ის თქვენი მითხვა, თუ შეიძლება. ყლაპავს. თორნიკე წონია. მე კიდე ჩავს. მიდი აბა ერთი რა გვანახება. იყოლები ვარ. დასეგილი. როიცა ვოი. ყლაპავს გეუნე. წნეხის ქვეშა. დაუნცნერი. დავაი. შევა პოდკასტის დროს დაგვეწყო. ბიჭო ანუ მე ინტერნეტ მეძინო რა ვეღარ ვიცინი. ამიტომ დაიზინე ჯო. ჟენიაზი და. დავაი. მიდი ხო. დაასახელეთ სპორტი, რომელშიც აუცის გუნდი აწვის, რომელმა გუნდს ბურთი აუჩი გახსნა. რა? და უკას ვიცი. 30 წამი რო დაი. ვიცი, არ ვიტყვა ვონთ. 30 წამი. დავაი. რა? 30 წამი. ითვლის. და ის თავიდან წაიგეთ კითხვა. დაასახელეთ სპორტი, რომელშიც აუტს ის გუნდი აწვის, რომელმა გუნდს ბურთი აუტში გახსნა. მე ვარიანტი მაქვს. მეც მაქვს ვარიანტი. ალბათ ეგ არის. მე ასე ვუყო. არ ვიცი მე. ეგ იქნება ალბათ. მე ხო ეგ არის. დიდი ალბათობით. აი, ვადამდელს ავიღებთ. თუ იცი შენც. ვადამდელი ანუ დრო აღარ გვინდა. ხო. კაი, ერთდროულად თქვა მაშინ პასუხი. 1 2 3 რაგბი. რაგბი. და თუ შეიძლება რომ პასუხი აუ მე სპარტივი აუ. გაბრაზდა. რაგბი იყო ანუ. ხო. და მე და დუმბას გვეწერება ერთ-ერთი ქულა გაიხარე. მე თეში ნახონდის თუ შეიძლება. რა რთული კითხვა. თოკო შენც გავსი კითხვა. გავორდი მე. გავარ. ნოლი ქულა. ბიჭო 3 კითხვაც ბევრი ხო არა თქო. ძალიან ხო არ გაიწელება, მაგრამ ამოჭი კაი ყველაზე. მიდი. კაი. ჩემი კითხვა. ისმენ. რომელი და დიდი ალბათობით გესწავლინე მათ კიდევაც, მაგრამ არ ამშავს. რომელი საფეხბურთო კლუბის მეტსახელია ბებერი ქალბატონი ლა ვეჩია სიგნორა? ვიცი. დრო ყوار დანიშნე. მე მინდა ის 30 წამი გავწურო. 30 წამი. ბებერი ქალბატონი. კი. შემიძლია იტალიურად გაგიმეორო ისე. ლა ვეჩია სიგნორა. იტალიური გუნდია. შეიძლება ანუ იტალიურად წერია მე უბრალოდ. მე ბილბაო უნდა მეთქვა მაშინ. ბილბაოს აღარ. გაგახსენა ნამდვილად? მაშინ 3 2 1. იუვენტუსი. მაგარია, რა მაგარია. რატო თქვი იტალიურად? მართლაც რომ იუვენტუსი. მოდი მანამდე ჩვენ ვისაუბროთ რა ხდება თქვენს ცხოვრებაში საინტერესო და როგორ გავხდეთ კარგი ადამიანი როგორც თქვენ ხართ და წესიერი ადამიანი როგორც თქვენ ბრძანდებით. ნუ პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება ძალიან დიდი დისციპლინა, ყოველდღიურ სრულფიზეთ ჩვენ გვჭირდება უსაზღვრო დისციპლინა და შრომა. მოდით ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ჩვენ აი საყვარელ ადამიანების ზრუნვა რა, აი ზრუნვა რაც არის და ყურადღებას ვუყავთ. გაცხოვთ, მოდი სამ ზრუნვაზე გადავიდეთ, მანამდე დაგისვამთ ერთ კითხვას. დისციპლინა ახსენეთ თქვენ. თქვენ ბევრჯერ გითხოვთ რომ მოდი ავდგეთ შვიდზე და ვირბინოთ და აღარ ამდგარ ხართ აღარასოდეს. და ახლაც კი გძინოთ და თქვენ ხართ სიმულაციაში, უბრალოდ თქვენ ვერ ხდებით ამას, ამიტომ უნდა გაიღვიძოთ მალევე. რა ხდება პოდკასტი გადაიზარდა ცოტა ეს არ მოიჭრება პოდკასტიდან არ იჭრება არაფერი არ პირიქით მომება კაი აბა დაისო გისმენთ ცოტა კონკრეტული კითხვა პასუხი. ხორვატი ჩოგბურთელი გორან ივანიშევიჩი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი უდისციპლინობითა და თავშეკავებული ქცევებით. ერთხელ იგი იძულებული გახდა უარი ეთქვა მატჩის გაგრძელებაზე. რა მიზნით? მოდი მიკროფონს წინ დაიდი თორე შენ ჩოგბურთ თამაშობ. თავიდან დავსვამ. თამაშობ პროფი ვარ. თავიდან დავსვამ კითხვას მაშინ მეგობრებო.
ჩოგანი ხელში გადამიჭერე. ყურადღება. ხორვატი ჩოგბურთელი გორან ივანიშევიჩი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი უდისციპლინობითა და თავშეუკავებელი ქცევებით. ერთხელ იგი იძულებული გახდა უარი ეთქვა მატჩის გაგრძელებაზე. რა მიზნით გახდა? ამგვე თამაშობდნენ და აღარ გააგრძელა, ხო? რა მიზნით? ეს ხორვატი ტიპი რა. ო, რა მიზნით? რო ჩაერთო. და აღარ გააგრძელა და უდისციპლინო ტიპი იყო არის. აი ხარ. დრო გავიდა მეგობრებო. მოდი, ანუ ამას ახლა ერთდროულად ვერ ვიტყვით ალბათ. ხო. მაგრამ ბიჭო, ჩემი მე აი ხო. მოდი ჯერ შემთხვევით. არა დაგითხოვას. აი, მადლობა. ესე იგი, რახან ეს ადამიანი იყო უდისციპლინო? იდეალურად თქო, მაგრამ როგორც ვიცით, რომ თამაშობდა და მე აღარ გააგრძელა. ესე იგი, ესე გამოდის, რომ ალბათ იგი დათრა. ისინი ალკოჰოლთან წავიდია რატომაც რა. შუა თამაშის დროს დათრა. კარგია. მაგრამ მე დათრობაზე არ წავედი. პლანი მოძი. არა. მე ვფიქრობ, რომ დისციპლინო თუ იყო ეს თამაში შეწყვიტა? ან დაწყებული ქონდა რა? ესე ან შეიძლება დააგვიანო მაგალითად. შეიძლება კი ბატონო. ან მოიცა თუ თამაში დაწყებული იყო ვერ დააგვიანა. თამაშობდა ეს ის ტაიმი მორჩა თუ რა მაგალითად. მატჩის გაგრძელებაზე თქვა უარი. ანუ უკვე თამაში. იგი იძულებული გახდა თამაში შეწყვიტა. ხო, ანუ თამაშობდნენ და აღარ გახდა. მაშინ რა ვიცი, დისციპლინო რაღაცაზე გული აუცრუდა რა. ეგ არის პასუხი. აუცრუდა აგებდა მეგობრებო ის. გული გაბრაზდა. თან ცოტა ნასვამი იქნებოდა. გაბრაზებული. ყველაფერი თუ იქნებოდა. რაღაც შეურაცხყოფა მიაყენა და რაღაცა იცი რა, აი თამაშზე ხო რა, დაძაბული იქონა, ვიღაც მოწინააღმდეგისთან და თან ცოტა შეიძლება 1-2 ხორვატებს უყვართ რა, გადაკვრა 1-2 გაბრაზდა. იცის. არ ქონა, გვიან დაიძინა წინაღამი და წამოვიდა რა, აგებდა. ბანანი არ ჭამა. ბანანა never crack. არ ვიცი მეგობრებო. ესაა ჩემი პასუხი, ხო? აი, და გისმენთ ალბათ. ისმენთ. არა მოიცა ამის პასუხი ვიცი, მაგრამ მინდა ვიპო. ეხი იღწო. აუ, აი რას ბრა, ტრაუმა მიიღო. არა. მე ტრაუმა მიიღო. მოკლედ. დაგვაბო. არა, თქვენ ძალიან ჩაუღრმავდით ამ კითხვას, რადგან ეს იყო ძალიან ლოგიკური. ტრაუმა. მან დაამტვრია ყველა ჩოგანი. ბიჭო, აი მაგას ხო, თქვი, მე მეთვლება ძმა. ჩოგანი რაც გიხსენებია. რალი იყო წყობრიდან გამოვიდა. რა იცი რომ თრალი ან წყობიან ანუ ჩოგას ყველა ამტვრს, მაგრამ ყველა დაამტვრია და აღარ ქონდა სხვა ჩოგანი. აი ხალხი მიხდება რა, რომ მას მიხდება. მე ორ ქულას მიმსახურე. პირველ კითხვაზე და ამ კითხვაზე მოგიგია, მიდი რა. აია მოვიდო. არჩი ახლა. ბიჭო რა ძალიან ჩაუღრმავ. ყველაფერი თქვა გული აუცხრობდა. ყველაფერი შედის გულის ტრალია. დათრა და სადაც დათრა. სყობრიდან გამოვიდა, კარგია. ჩოგანი არც უხსენები. ო, აბა. ოპა. დაჟე უკვე. პასუხი ნახე? პასუხი არ უნახავს და ხო აბა. ნახავ რა, აი რა. საინტერესო კითხვა. ბიჭო, პასუხის მიხედვით უნდა შეარჩიო, აბა. ო, ეს კაისა. გვეცოდინე. აი, დავა. ესე თუგი. დავაი, აბა გისმა. ევროპის პირველი ჩემპიონატის ფინალში, მოიცა ევროპის ჩემპიონატის პირველ ფინალში. ევროპის პირველი ჩემპიონატის ფინალში პირველი გოლი საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოთამაშე ქართულ ფეხბურთელს და გაიტანა. დაასახელა. ვაიმე ვიცოდი. ნუ მინიშნებას მოგცემთ, ეს არის ლეგენდარული ფეხბურთელი ქართული. ცნობილი, ძალიან ცნობილი ადამიანი. საბჭოთა კავშირი. დღესაც გამოდის ხოლმე ტელევიზიაში. კაი, მსო. და საუბრობს ხოლმე რა რაღაც პირველობასთან. არა, ტელევიზიასთან არა. აუ ის იყო ნაკრებში. ანუ ნაკრებში რა საბჭოთა კავშირში. ბიჭო ორი ვარიანტი მაქვს რა. კიდე გამოდის? ანუ ცოცხალიან. ხო, რა ცოცხალი არის და ხანდახან ტელევიზიაში არის ხოლმე რა. კაი, იდეალურად თოდი გავიდა უკვე 30 წელი. კაი თქვი კი არ ვთქვათ. მე არა, მე კაი ჯერსენ. არ გაქვს? არა. კაი. მე პასოვ ამ. ბიჭო, გუცაევი? არა. ჩივაძეა? არა, მოკლედ. არა. არა. თუ კინგლად. ხოსურ ვოსვისა. ო, სლავა მეტრეველი. მეტრეველი. აუ ბიჭო ეგეც გავიფიქრე რაღაც ნოუთელ რა. ხო, გამოდის ხოლმე, ხო და ტელევიზიაში. მეტრეველი, კაი ხანი არ ვნახავს. ვა ცოცხალია მეტრეველი. ბიჭო, არ ვიცი. ეხა თუ დარადამიაზე თუ თქვა ეხა გამოდის ხოლმე. მეტრეველი. სლავა მეტრეველი. ისა, ლევან მეტრეველი, იმაში რო არის, რა ქვია?
ბოლო სეზონში. ოი, როდის მოკვდა? ბიჭო, ამერიკა 1998-ში გარდაიცვალა. ბიჭო, გუცავში ამერიკა. მე ხო გუცავში აგერევოდ. აგერევოდა. ერთი საუკუნის წინ გარდაიცვალა თითქოს. აპოდის დღესაც. აუ, ჩემ. კაი, ხო არ გადავამეოროთ კითხვა. მოიცა? დაიცა ეს ბოლო კითხვა? მოვიგე. მე თუ ვერ გამოიცანე. 2-1-1 იყო. მე? შენ თუ გამოიცანე. ხო, ან თოკო ვერ მოიგო. ეხა თვითონ სულს კითხავს. მე ვერ მოვიგე უკვე. მაშინ მე ახლა ავარჩევ ძალიან. მაგრამ ძალიან რთული ავარჩევ. არა, რო ვიცოდეთ რა. დაასახელეთ სახელმწიფო, რომლის საფეხბურთო პირველობაზეც ასპარეზობენ გუნდები. ვისი თქმას უყავთ? რამალერად დასვა. დაიცა. გითხულო. ყურადღება. გითხულო თავიდან. დაასახელეთ სახელმწიფო, რომლის საფეხბურთო პირველობაზეც ასპარეზობენ გუნდები: ტელეპოსტა, არმიელები, ბანკი, ბიბლიოთეკა და მუზეუმის ნაკრები. რაო? აი ესე ქვია გუნდებს. და ეს სახელმწიფო. სახელმწიფო. ვოუ, რა კიდე აღარა. ვიმეორებ გუნდებს: ტელეპოსტა, არმიელები, ბანკი, ბიბლიოთეკა და მუზეუმების ნაკრები. და რომელი ქვეყანა არის, ხო? სხვათა შორის აი ძალიან ცნობილი სახელმწიფო. მე ვარიანტი მაქვს. ქვეყანა არა, სახელმწიფო. ქალაქი. ქალაქი. არა, სახელმწიფო. ხო, ანუ ქვეყანა იგივე. ხო. შეასპარეზობენ ეს გუნდი. ხო. ანუ ბიჭო რაღაც სომხეთი. ახდება 2 წამი. და დაიცა 2 წამი, ჯერ 30 წამი არის და არა. სომხეთი რა ვარიანტი. არმენ რაღაცაო. რა, არაფერი. კაია, სომხეთი ჩაუთვალე. ბიჭო, მაშინ ვარიანტი მაქვს, ხოს ფიქრობდი, მაგრამ უფრო ისა. ჯერ მე ვიტყვი. კაი, დავე. აშიში? და შენ თქვი ხა? ბიჭო, რომელ სახელმწიფოშიც მეორე ვარიანტიც ქონდა. მოიცა? ინდოეთი. თქვი ის ორი გასახ. და დიდი ბრიტანეთი? რა ინდოეთი? აქედან მივდიოდი. რა არის ორი პასუხი? დიდი ბრიტანეთი ხო? არც ერთი არის სწორი პასუხი და მოდი კიდე ერთ მითითებას მოგცემთ და აი მიდი. მოდი აბა ფერებს გეტყვით იმის რა ქვია. დროში. დროშის ფერებს. ყვითელი, თეთრი. ეს იყო ფილაში. იყო ფილა. ვატიკანი. შენ რა ვატიკანი. ვატიკანი. ძველი ვატიკანი. ოპა. ხერი რა მაგრა თქო. კაი, მოდი ამას ჩავთვლი მეთეშას, გაიგე. გამოიგე. ბიჭო, რატო არ იცვლება ძმაო? აი ეს ფრედაფიქსირდა და მისა ქულა იმ. მე იდეაში 4 გულა მაქვს. მე კაი, გადავწყვეტი ქულა ჩემი. და გადამწყვეტი ქულა რომელიც ვარა რა. ბიჭო იმას ნუ აჭერ ხოლმე რა. მეგობრებო, ეხლა მე მინდა გითხრათ რომ ერთი გოგო. ვესაუბრებოდი ჩემ futures. Future wives. რა იცი ბიჭო დღე და ღამე რო შეიძლება სტოლკავი. მეგობრებო, ეს არ ჩვენი ხუმრობა, ვიღაც გოგოს ახალს ვიტყვით და მე უგზელებთ რომ ვიპოვე ახლა კითხვა ვიპოვე და ეს კითხვა მოგიტანთ თქვენს ოქროს ბურთს. გასაგებია? Let's go. პასუხი უნდა იყოს დაკონკრეტებული და უნდა იყოს ზუსტად ის რაც აქ წერია. გასაგებია. ზუსტად ფორმატს კი არა მე დახმარება. არა. აი, ოღონდ როგორი კითხვა ეს, აი შეიძლება იცოდეთ, ან აი თუ იცით ნაღლად იცით, თუ არა და მედიტა 1800 დავენძრამ. 1878 წელს ინგლისში საფეხბურთო მატჩის დროს საჯმა პირველად გამოიყენა სასტვენი. როგორ აჩერებდნენ მატჩის მსვლელობას მანამდე მსაჯები?
კაი, ესე იგი, თქვენ გავიდეთ, თუ მზად ხართ, რა ვიცით. ჯერ შენ თქვი მინდა. მე არ ვარ 30 წამი არ კაი. 15 წამი. ბიჭო რა შეიძლება მე მაგას გამოვიყენებდი მაგ დროს. გიტარას მოყვა. გიტარა უკრავდი გააჩი. წაუღერე და. გაუ ხელს უწევდა და უყვიროდა გაჩერდი თუ. კაი. მე მან ქვარია და იარაღით. ხო მაგრამ ამდენი სათქონა რას ჯერ უნდა გაესწრო. მე რა ტენიდა და რამე აი დოხში ეხაც მაგას იყენებენ და რავი რატომაც არ. დოხში ერთხელ ის კაი. ორი წამი მოვიგებ. თუ იარაღია ხო გამოვლინდა ახლა უკვე ერთ-ერთი პასუხი იყო სწორი. და მე ახლა მას გადავცემ ოქროს ბუთს. ახლა ჩემს სახელს იტყვის. რა და მე შემო. ოქროს ბუთს გადავცემ. მას. ვახ. ეს ადამიანი არის ძალიან გამჭრიახი გონების მქონე ყმაწვილი და ნამდვილად რომ ანუ აქამდე სასტვენი არ არსებობდაო და ყვირილით რატომ უნდა გაეჩერებინათ ფეხბურთი. ამიტომ სასტვენი არ არსებობდა. ყვირილით იარაღი არსებობდა რატომ უნდა გადმოსულიყო, ამიტომ გადაეცემა მე თეშასი ვიტა რა ყვირილით არის არასული. მართლობთ. მართლა შეჭარდა. აბა იყო ჭაცრილავდი ხა. აი ეს ის როდი. ო აკრია მორგაიზრუნდა. ბიჭო მე ვარ ლიონელი და We are the champions, my friend. არა უფრო თუ ვაი. აი სამი მე მოვიდა იმადა. არა შინდეში. აუ და მე აღნიშნავდი. აი ბიჭო ყვირილი ვარიანტი მეც ქონდა, მაგრამ ლოგიკურად რავი ომების დროს იარაღი. ხო მაგრამ რა მიკროფონში ლაპარაკობთ რა ვიცი აბა. ბიჭო საინტერესო რაღაცა. აი შენს ისე. რას ვერა და. აი მიკროფონი და ლაპარაკე მიკროფონი. ეს თავს აქ მოხდა ძალიან ცუდი შემთხვევა, რადგან წინა რაუნდში არ უნდა გაითანაბრებინ ანგარიში გიორგის და მე მოვიგე. მეგორებმა მოვიგე. მოიგეს მე წავაგე. ერთი ეგვიცი რომ აი ესე დავამთავროთ მაშინ. მეგორებო, ვიბრძოლეთ, მაგრამ აღარ ღმერთი და აღარც. კიდე გადავხდი. აღარ ღმერთი და აღარც არაფერი. ბიჭო, ჩემი იწერს? იწერს. Drews come true. კი, ნამდვილად დაი ოქროს ბურთის მფლობელი, ჩვენი ახალი სტუმარი, უბრალოდ ახალი სტუმარი. რა კომენტარს გააკეთებდით? მოდი, ჟურნალისტები ვართ. რა კომენტარს გააკეთებდით? I'm the champion. I'm the winner. This guy is 0-0. Who's 0 now? Who's 0? დღესაც ხდება ქვეყანაში რატომ გიხარეთ ეს გამარჯვება? და რო ვიცი. კაი, დავამშვიდობოთ ხალხს და კი ბატონო, ასე საინტერესო რაღაც გამოვიდა, იმედია, რა ვიცი, ჩვენ ვისი ამოვნეთ ძალიან და მადლობა მოკლედ რომ გვიყურეთ, რომ გვისმინეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, უბრალოდ ჯერჯერობით ჩემი არხი და შემდეგ მომავალში ნახოთ ჩვენი იქნება თუ როგორ იქნება. და ეს არა ქვია, სპონსორებმა აუცილებლად მომწერეთ, მე აუცილებლად მიუთითებ რაღაცას რომ მან მომწეროთ და ეს არა ქვია, ავიდეთ 1000 subscribers და კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და ახლა გადავცემ ოქროს ბურთის, არა, ჯერ სანამ ოქროს ბურთის ფლობელზე გადავცემ მეორე პოდკასტს დატარდეთ. კი, მეგობრებო. მე ძალიან მახარისკაცი არის გიორგი დუმბაძე და გელოდება გურში. ხო, მე ძალიან უწუხარ დღევანდელი მარცხით ყველაფერი გავაკეთე, თუმცა აქ სევდიანის ჩამის მუსიკა და წვიმები. ხო, ძალიან უწუხარ დღევანდელი მარცხით, რა თქმა უნდა, არა. აი, ეს მარცხი იყო რობდ, ანუ საჭმა გადაწყვიტა რომ ნიკოლოზ გიორგობიანს მოეგო, არ და მე მოვიგე რეალურად, ხო. რაც შეეხება ჩვენ გეგმებს, ხო, ნუ ჯერ არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ხო, კიდე ხوار დავპირდეთ ერთ ვიდეოს ხალხს. რა თქმა უნდა. და შემდეგი ვიდეო რა შეიძლება იყოს? არ ვიცით. არ ვიცით. ესეთი გეგმა გვაქვს, არ ვიცით რა იქნება შემდეგი ვიდეო. მაგრამ ვიდეოები იქნება, რაც თავარია იქნება ვიდეოები. და იმედია ძალიან არ გაიწელა ეს პოდკასტი თუ რაც იყო. აი ეს იყო კარგი კონტენტია ჩემს. თუ დავნახოთ თუ მოეწონება ხალხს და დააკომენტარონ რა. კი, ნამდვილად.
ხო და დავამშვიდობები ის სიტყვა მოდი უსვათ, აი ძალიან უსვათ ოღონდ. Დამცოთ რა ვთქვა, დამცოთ. მადლობა ყველას რომ გვისმენდით, ეხლა წავედი GTA Online ვითამაშო. მადლობა. არა ნახოთ აბა კარგად, ნახოთ და ღმერთმა შეგარგოთ რაზე ელაპარაკი. გილოსოთ ყველას. რაზე ელაპარაკი, რაზე ელაპარაკი. სად მიდიხარ? აბა წავედი GTA. საშიში ფილმი რა. Чичака.